ხვალ 31 ოქტომბერია, ჰელოვინის დღესასწაული. დღეს ვისაუბრებ სწორედ ამ დღესასწაულზე, ყველაზე მხიარულ დღეზე, როცა ბავშვები იმოსებიან სასაცილო ან საშიშ ფორმებში და დადიან ტკბილეული შესაგროვებლად. გიფიქრია თუ საიდან იღებს ეს დღესასწაული სათავეს? მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. ჰელოუინის ისტორია იწყება უძველესი დროიდან, ათასობით წლის წინ ირლანდიასა და შოტლანდიაში. ეს არის ძველი კელტური დღესასწაული. კელტები აღნიშნავდნენ დღეს, როდესაც ზაფხული მთავრდებოდა და იწყებოდა ზამთარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ღამით სულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე. კელტები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ამ ღამით იყო შესაძლებელი წინაპართა სულებთან შეხვედრა. ეს იყო პატივისცემისა და მოგონებების გახსენების დრო. თუმცა ისინი ასევე ცდილობდნენ თავი დაეცვათ ბოროტის სულებისაგან, ამიტომ იმოსებოდნენ საშიშად. ძველ დროში ადამიანებს სწამდათ, რომ არსებობდა ბოროტის სულები. ახლა კი ეს ადამიანებზეა დამოკიდებული, დაიჯერებენ თუ არა მათ არსებობას. და მაინც, როგორ გადაიქცა სამჰეინი ჰელოუინად? როდესაც ქრისტიანობა გავრცელდა, სამჰეინი შეერწყა ყველა წმინდანის დღეს. სიტყვა ჰელოვინ მოდის სწორედ აქედან, All Hallows Eve-დან. წმინდა წმინდანთა დღის წინაღამიდან, სწორედ ასე იწყებოდა ყველაფერი. და მაინც, დღეს ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჰელოუინი საკმაოდ საშიში დღეა. ზოგიერთ ადამიანს არც კი უყვარს კოსტიუმების ჩაცმა და საერთოდ არც აღიარებს ამ დღესასწაულს. ძველად ადამიანები ნიღბებს იკეთებდნენ, რომ სულები ვერ ეცნოთ და სულებს ვერ ეცნოთ და არ შეეშინებინათ. ამიტომაც დღემდე გვიყვარს კოსტიუმები და საშიში ისტორიები. გვახსოვდეს, რომ ადამიანების რწმენა წარმოდგენები ყოველთვის იცვლება დროის თვალებადობასთან ერთად. ჰელოუინის ტრადიციები კი ასეთია. ბავშვები კოსტიუმებში გამოწყობილები დადიან კარდაკარ და მასპინძელს ეუბნებიან. Trick or treat. ტკბილეული თუ ოინები. გოგრას ამოკვეთენ და შიგნით სანთელს ანთებენ. მას ჯეიკის ლამპარი ეწოდება. ალბათ ერთხელ მაინც გინახავს მსგავსი გოგრა. შეიძლება შენც აკეთებ. ჰელოუინის სიმბოლოები კი ასეთია. გოგრა არის სინათლის სიმბოლო. შავი კატა საიდუმლოების ნიშანი. მოჩვენება სულების სამყაროს სურათია. ღამურები და ჯადოქრები კი ალბათ შენც წაგიკითხავს ხალხურ ზღაპრებში. და მაინც, რომელ ქვეყნებში აღნიშნავენ ჰელოუინს? ის ყველაზე პოპულარულია ამერიკაში, კანადაში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დღეს იგი მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საქართველოში ბევრ სკოლასა და საბავშვო ბაღში იმართება ჰელოუინის ღონისძიებები. ბავშვები იმოსებიან, თამაშობენ და მხიარულად ერთობიან ამ დღეს. სახალისო ფაქტები კი ასეთია. მსოფლიოში ყველაზე დიდი გოგრა იწონიდა 1 ტონაზე მეტს. ამერიკაში ყოველ წელს იყიდება 500-ზე მეტი მილიონი ტკბილეული. ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვები მღერიან ან ხუმრობენ იმისათვის, რომ ტკბილეული დაიმსახურონ. თუმცა, როდესაც ასე შემოსილები ვართ, მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ნორმები. ჰელოუინი მხოლოდ საშიში კი არა, მეგობრული დღესასწაულია. უნდა ვიმხიარულოთ, მაგრამ ვიყოთ ფრთხილად და პატივისცემით მოვექცეთ სხვა ადამიანებს. გავუზიაროთ ტკბილეული და დადებითი ემოციები. შეჯამება კი ასეთია. ჰელოუინი ძველი ტრადიციიდან შემორჩენილი. დღეს კი ბავშვებისა და უფროსების მხიარულების დღეა. გოგრა, კოსტიუმები, ტკბილეული და ფანტაზია. ეს ყველაფერი კი ერთად ქმნიან ჰელოუინის ნამდვილ მაგიას. ახლა კი მოდი შევამოწმოთ, უსმენთ თუ არა ყურადღებით. საიდან დაიწყო ჰელოუინი? რატომ იკეთებდნენ ადამიანები ძველად ნიღბებს? რა სიმბოლოები უკავშირდება ჰელოუინს? მოიფიქრეთ ჰელოუინის კოსტიუმი და დახატეთ. თუ უკვე ასე გაცვია, შეგიძლია შენი თავი დახატო. ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართულობისათვის. გისურვებთ ბედნიერ გართობას.